მამისა და დადისა და სუისენსა და ამ კვირას ეკლესია ჩვენს თაყვანისმის კვირა ქვია და ჩვენს რატო ვცემ თაყვანს, იმიტომ რომ ჩვენს მინდა მე აღდგომით გაიღო 64-ის გარები და ჩვენ ვინც მოწუნეები ვართ, ქრისტიანები ვართ, გვჭირდა რომ ქრისტეს ჩვენს მინდა აღდგომით გაიღო 64-ის გარები. ამიტომ ვინც მოწუნეები ვართ, ვატარებ ჯვარს, ასევე საჭმელს ვჭამთ, გადავსახავ ჯვარსა და მეფე იყო კონსტანტინე, რომელსაც ცაში ეჩვენა ჯვარი და ამით ძლევოდა. დროშებზე გამოახატია ჯვარი და გაიმარჯვა და მე გახდება ქრისტიანი. მეფე კონსტანტინე და ეს რა ქვია, სტამბული რომ ადრე კონსტანტინოპოლი იყო და ქრისტიანობას გახდეს სახელმწიფო რელიგიად ბიზანტიის იმპერიაში და ეს მეოთხე საუკუნიდან ჩვენც ქართველები ვართ. მართლმადიდებლები და პირველ საუკუნეში კი იყო ანდრია მოციქული, სიმონ განელი, მატათა მეოთხე მოციქულიც იყო, მაგრამ მეოთხე საუკუნიდან გახდა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში და მეოთხე საუკუნიდან დღემდე ქართველები ფიზიკურად ხშირად ეწამებოდნენ ქრისტეს წმენისა გამო. ერთ დღეს 100,000 ეწამა, ქეთევან-წამებულის მაგალითი მოკავშირად. ქეთევან-წამებულს შეეძლო ეფიქრა, როგორც ახლა ზოგიერთი ვიფიქრობენ. გუშინ ვიქნები ქრისტიანიო და ფულის გამო გავყიდი ღმერთსო. შეეძლო გათხოვილიყო და კარგად ეცხოვრა, მაგრამ არჩია წამება. რატო? იმიტომ რომ მოწმუნე რო ხარ, შენ გჯერა რომ ქრისტეს გარეშე არ არჩევს გადარჩენა. არც ამ ქვეყნად, არც გადაცვალების შემდეგ. ეს კიდე რა გონია რომ ამ ქვეყნად იცხოვრო ქრისტიანულად ეს შეუძლებელია. მაგრამ თავად მეფე ხო მაგალითია. ქვია ოქროს ხანა, ამ დროს იყო თავად მეფე, იყო მლოცველი. ვარძია იყო და სხვა მონასტერს და ტაძრებს აშენებდა. ლევს უგერავდა სამდელო შესამოსელს. და ქვია ოქროს ხანა, ასევე ხშირად მოყავს ვახტანგ გორგასალის მაგალითი. რას ამბობდა? ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდისო. დავით მეფე იყო, თუ თამარ მეფე იყო, გიორგი ბრძნვალე იყო. იყვნენ მეფეები, რომლებიც იყვნენ ქრისტიანები გულით სული და იყვნენ ღმერთთან. მაგრამ იყვნენ მეფეები, აი როსტომ მეფე, საწუნება შეიცვალა, პატრიარქის აწამა. იმიტომ რომ ამხელდა მრუშობისა გამო. მაგრამ რა ეწერა დღევანდელ სახარებაში? რა აზრი აქვსო? მთელი მსოფლიო შენი რო იყოსო და სული თუ დაკარგეო. რა აზრი აქვს ესე ქრისტეს უარყოფას და მსოფლიო შეძენას? აი ხშირად ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი მოყავს რომ იცოდა რომ გარდაიცვალა და ანდერძად დაიტოვა. გამაშლემინეთო ხელები რო გარდაიცვალა, რატომ? რო დაინახონ იქით არაფერი მიმახსოვდა. ამ დროს რაც ხდება უბედურებები, ეს ომები, ხანდახან ძმებს შორისაც ხდება, ნათესავებს შორის, დედაშვილის შორის, სახლის გამო, ქონების გამო, მიწის გამო. და ამ დროს რა არის? 2 მეტრო ყოფნის ისიც არ არის ესე იგი. მიწაში მიდის შენი სხეული და ეს მატერიალური კიდე რა იქით არ გაყვება. და ეს უახსოვდეს ყველას, მაშინ არ იქნება დედამიწაზე არც ომები, არც შური, არც სიძულვილი. მატერიალობის გამო ხდება ყველაფერი, უბედურება რაც ხდება. მაგრამ როცა წერია რომ ნუ ზრუნავთო, რა ჭამო და რა სვამოთო, რა სვათო, რა იგულისხმება, არ იმუშავოთო, ეს არ იგულისხმება, ეს პავლე მოციქული ამბობს, რომ ვინც არ მუშაობს, არ იჭამს. უსაქმურობა ცოდვა. მაგრამ ლაპარაკი იმაზე, როცა მთავარი მატერიალურია. მატერიალურია ხდება მიზეზი შურისა, სიძულვისა, ტყუილისა და ყველა უბედურებისა რაც დედამიწაზე ხდება. ამიტომ ჩვენ უნდა გვასწავლდეს, რომ აღდგომა რო გვიხარია, აღდგომამდე ღმერთმა გაიარა საშინელი ჯვარცმა წამება. ასევე ჩვენს ყველა ადამიანი გავდივართ, ყველა ჩვენი ჯვარი გვაქვს რას გვია, ვიღაცას მაუგდება, ვიღაცას შვილი უგდება, ვიღაცას სიმსივნე ემართება, ვიღაცას ციწამებენ, ვიღაცას ტყვეობაში ხდება, ამას ქვია ჯვარი, საკუთარი ჯვარი. მაგრამ ამ საკუთარი ჯვარის გამო ზოგი გმობამდე მიდის, აი როგორც ახლა მაცხვარი იყო გარკვეული ჯვარზე, ერთი ჯვარცმამ მიიყვანა გმობამდე. გადამაჩინეოდა, შენ თავის გადაიჭი, მას გადამაჩინეოდა, წავიდა ჯიჯო, გმობა დაიწყო ღმერთის. მეორე კიდე ჯვარცმით რა მოხდა მეორეში? მოხდა ფერიცვალება. და ამ ფერიცვალებას ხედავ მე როცა ციხეში არიან ადმირები. პირველ ადამიანს ახსარებას, ასე სიმსივნე რო ემართებათ უკუნებესენი პირველ ადამიანს ახსარებას, ასევე განსაცდელი რო ემართებათ. მოდიან მონასტერში ღმერთთან მოდიან. განსაცდელით ბევრი მიდის ღმერთთან, მაგრამ ზოგი გმობამდე მიდის და ღმერთმა გნას ღვთის მადლით რომ ჩვენი ჯვარი
ღვთისმადლით გვეზიდოს და ღმერთის ძალის გარეშე შეუძლებელია მტერი გიყვარდეს სასუფალი ითხოვს. შეუძლებელია მაგალითად გაბრიელ ეპისკოპოსს ცხრუდა მე-19 საუკუნეში ქიგოზე ეყიდება მაგის გადაგებები. ერთ წელიწადში გადაეცვალა. მოძღვარი იყო და ცოლი და 5 შვილი ერთ წელიწადში. განაარტყიოდა, მაგრამ ადამიანს კი ვლიზდოს საშველის. შველი წმენა იმისა, რომ გარდაცვალების შემდეგ ისეთი ცხოვრება, რაც თვალს არ უნახია, რაც წყურს ასმენია, იქ ნეტარება, იქ არ არის მწუხარება, იქ არის სიხარული, დაულეველი. და რა არის საჭირო განსაცდელის დროს ლოცვა, მარხვა და ყველაზე მეტი არის აღსარება, ზიარება, იმიტომ რომ ზიარებით ხდება ღმერთთან ერთობა და ღმერთი გასდევს არასო ის ტკივილები, რაც ხდება ცხოვრებაში. გადიდანო ტვინვის გარეშე, წუწუნის გარეშე და არ მიხვიდე გმობამდე. ღმერთმა მოგცეს მეტი რწმენა, რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებსა. ჩვენთან არის ღმერთი.